ახალზელანდიას არ დასჭიროებია გასროლა. მას არ მოუწია უკრაინისთვის იარარის მიწოდება ან პირდაპირ რუსეთთან ბრძოლაში ჩართვა. ეს ყველაფერი საჭირო არ ყოფილა. ამისთან სვად ახალმა ზელანდიამ პუტინი და მისი ბოროტმოქმედები სერიოზულად დააზარალა. რუსეთს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყა. ის რაც ახალმა ზელანდიამ ახლახან გააკეთა უკრაინისთვის წარმოუდგენელია, რადგან ამან რუსეთი გატეხა და პუტინი სამმაგი პრობლემის წინაშე დატოვა. კიბეროპერაციები, უკანონო გადახდის არხები და მესამე ქვეყნის მიწოდების არხები ახლა თამაშიდან ამოღებულია. ეს უზარმაზარი მიღწევა უკრაინისთვის. ახალი სანქციები გზაშია და ისინი განსხვავებულია ყველაფრისგან, რაც აქამდე ახალზელანდიას შეუქმნია. 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალმა ზელანდიამ შემოიღო სანქციების პაკეტი, რომელიც კონკრეტულად დაახლოებით 20 პირსა და ორგანიზაციას ეხება, რომლებიც ქვეყნის თქმით მონაწილეობენ ყველაზე დამაზიანებელ ქმედებებში, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერას ემსახურება. ახალი სანქციების შესახებ განცხადება გააკეთა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა. ეს სანქციები წარმოადგენს 35 რაუნდს იმ სადამსჯელო ზომებიდან, რომლებიც ქვეყანამ პუტინის დასასჯელად მიიღო რუსეთის შეჭრის გამო. მხოლოდ ამჯერად საქმე მხოლოდ დასჯას არ ეხება. ეს ბოლო სანქციები სპეციალურად იქნა შემუშავებული იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ კიბერდანაშაულს და შეჭრის სხვა ასპექტებს. რაც უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა იმ ინდივიდებისა და სუბიექტების გარეშე, ვისაც ახალი ზელანდია მიზანში იღებს. კიბერპლატფორმების ოპერატორები, რომლებიც რუსი ჰაკერებისა და კიბერკრიმინალების საქმიანობას უწყობენ ხელს, ახლა მათაც უმიზნებენ. ასევე უმიზნებენ ალტერნატიული გადახდის სერვისების მომწოდებლები, რომლებმაც რუსეთს საშუალება მისცეს გვერდი აევლოს სხვა სანქციებისა და შეზღუდვებისთვის, რომლებიც ტრადიციულმა გადახდის პლატფორმებმა დააწესეს. ახალი ზელანდიაც ასევე მიზანში იღებს მესამე ქვეყნებს, რომლებიც შუამავლების როლს ასრულებენ რუსეთისთვის. ისინი ყიდულობენ და შემდეგ რუსეთს აწვდიან კომპონენტებსა და სხვა აღჭურვილობას, რომელსაც რუსეთი პირდაპირ ვეღარ ყიდულობს. ვლადიმერ პუტინი სერიოზულად დაზარალდა. ახალზელანდიას არც ერთი დღის გასროლა არ დასჭიროებია. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ახალზელანდიის სანქციების პაკეტის სამივე სამიზნე კატეგორიას, მაგრამ მანამდე პიტერსმა მკაფიოდ განმარტა, რატომ დაუმიზნა ის 20 პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც შოკში იქნებიან, როცა საკუთარ სახელს ახალზელანდიის სიაში იხილავენ. ისინი, ვინც ონლაინ პლატფორმებს ბოროტად იყენებს რუსეთის ომის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ, რეალურ შედეგებს მიიღებენ, მათ შორის სანქციებსაც, განაცხადა პიტერსმა და დაამატა. ჩვენ მიზანში ვიღებთ იმ გადახდის ინფრასტრუქტურას, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. აქ ჩვენ ხედავთ, რომ ახალი ზელანდია თავის წვრილს შეაქვს იმ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაშლაში, რომელიც პუტინის მთელი საომარი მანქანის არსებობას უზრუნველყოფს. ახალი ზელანდიის თქმით, სამიზნედ იქცნენ ისეთი ქვისეთი ქვეყნების მავნე აქტორები, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რადგან ქვეყანა ეყრდნობა უკვე დაწესებულ 2000-ზე მეტ სანქციას და ახლა უშუალოდ რუსეთის მომარაგების ჯაჭვებსა და პლატფორმის მომწოდებლებს ესხმის თავს. საუბრის გაგრძელებით, ახალი ზელანდია ბოლო თვეებში საკმაოდ აქტიურად და მასშტაბურად აწესებს სანქციების ახალ პაკეტებს. მხოლოდ თებერვალში დააწესა ქვეყანამ სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც რუსეთიდან და ირანიდან 23 ფიზიკურ და 13 კომპანიას შეეხო. ახალმა ზელანდიამ ამ შესაძლებლობით ისარგებლა და პუტინსაც დაუპირისპირდა ნავთობის საკითხში, როცა ევროკავშირის მსგავსად რუსულ ნავთობზე ახალი ფასობრივი ზღვარი $44 და 10 ცენტი დააწესა. სიტუაციის კიდევ უფრო გასამწვავებლად, ახალმა ზელანდიამ თებერვლის იმ პაკეტით პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში მყოფი 100 ხომალდიც დაასანქცია. იმჯერად სანქციები შეეხო რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების წევრებს, ირანის 3 მოქალაქეს, მათ შორის ერთს, რომელიც დრონების წარმოებაში იყო ჩართული, და გარანტეის კრიპტოვალუტის ბირჟის ხელმძღვანელებს. ამან რუსეთს საშუალება მისცა უკრაინაში შეჭრისთვის ფული უწყვეტად მიეღო. სანქციების ახალი პაკეტი აგრძელებს ახალი ზელანდიის ბრძოლას რუსეთის კრიპტოვალუტისა და ფინანსური მანიპულაციების წინააღმდეგ, თუმცა ისინი ბევრად მეც მოიცავს. ამ ეტაპზე შეიძლება რამდენიმე კითხვა გაგიჩნდეთ. თავარი მათ შორის ყველაზე აშკარა. რატომ არის ეს სანქციები მნიშვნელოვანი? ეს სრულიად ლოგიკური კითხვაა. ახალი ზელანდიის 20 ახალი სანქცია შეიძლება ოკეანეში წვეთის დოად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Castellum AI-ის ცნობით, რუსეთი უკვე მსოფლიოში ყველაზე მეტად დასანქცირებული ქვეყანაა. პუტინი, მისი გარემოცვა და ისინი, ვინც რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ეხმარებიან, უკვე 26,665 სანქციას უმკლავდებიან, საიდანაც 23,960 უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დაწესდა. რატომ უნდა კონდეს 20 დამატებით სანქციას დიდი მნიშვნელობა? პასუხი იმაში მდგომარეობს, თუ რას მიემართა ახალი ზელანდია თავის 35 პაკეტში, რადგან სწორედ აქ ვიწყებთ დიდი ცვლილების დანახვას. სანქციებს აღარ იღებენ მხოლოდ მთავარი ფიგურები. ახალი ზელანდია მიზანში იღებს ყველას, ვინც ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაჩაღებაში. დავიწყებთ კიბერდანაშაულის სანქციებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში გაგზავნილი იარაღი და ცოცხალი ძალა ყურადღების ცენტრშია, ხშირად სწორედ რუსეთის ჩრდილოვანი კიბერდანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედებები აზიანებს უკრაინას ყველაზე მეტად. ეს ჯგუფები მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზებულნი არიან, საერთო მიზანი აქვთ. სრულად შეარყიონ და საბოლოოდ გაანადგურონ ის კიბერკავშირების ქსელი, რომელიც უკრაინას აერთიანებს. ყველაფერი, რაც უკრაინას ერთიან სახელმწიფოდ აქცევს, მათი სამიზნეა. ლოგისტიკური სისტემებიდან დაწყებული, სახელმწიფო რეესტრებითა და ენერგეტიკული ქსელებით დამთავრებული.
ეს კიბერდამნაშავეები პუტინს ეხმარებიან, რომ უკრაინის მოქალაქეები სიბნელეში დატოვოს, ზოგჯერ პირდაპირ მნიშვნელობითაც კი, და მათ დამატებითი ამოცანა აქვთ დეზინფორმაციის გავრცელება დასავლეთში, რათა შეიზღუდოს ის მხარდაჭერა, რომელსაც უკრაინა თავის პარტნიორებისგან იღებს. შტილიდან მოქმედებენ და ყოველთვის ანონიმურები არიან. ეს საეჭვო კიბერდამნაშავეები სარგებლობენ დამალული ინტერნეტ პროტოკოლის, ანუ IP მისამართებითა და პლატფორმებით, რომლებიც ანონიმურ ცდომას აძლევთ მათ საკომანდო სერვისებზე, იტყობინება New Sky. სწორედ ამ ტიპის პლატფორმებს უპირისპირდება ახალი ზელანდია. თუ კიბერდამნაშავეები დამალულს აპირებენ, ახალი ზელანდია ყველაფერს გააკეთებს, რომ გაართულოს მათი საქმიანობა და წაართვას მათ პლატფორმები. ახალი ზელანდია აიძულებს რუსეთის ჰაკერთა არმიას მოძებნონ ახალი და უფრო ძვირადღირებული გზები, რათა გვერდი აუარონ იმ დაცვებს, რომლებიც უკრაინას აქვს თავისი ვებ სისტემებისთვის. ჰაკერებს, რომლებიც ვერ წარმატდნენ, აღარ შეუძლიათ არაფერი. და სწორედ ეს არის მთავარი აზრი, რადგან ის, რასაც რუსეთის ჰაკერები ბოლო 4 წლის განმავლობაში აკეთებდნენ, უკიდურესად საზიანოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის. ის კიბერდამნაშავეები არ გამოჩენილან უეცრად, როცა პუტინმა უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის თებერვალში. ისინი დიდი ხნით ადრე უკვე მოქმედებდნენ, რადგან თავიანთი ტაქტიკების განხორციელება და დახვეწა დაიწყეს რუსეთის თავდაპირველი აგრესიის კამპანიის დროს უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს. კლიანმასშტაბიანი შეჭრის წინაც კი, განსაკუთრებით კი 2022 წლის იანვარში, ამ ჰაკერებმა გამოიყენეს ის პლატფორმები, რომლებიც ახალმა ზელანდიამ დაასანქცირა, რათა კიბერშეტევები განეხორციელებინათ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, იუწება ატლანტიკური საბჭო. მას შემდეგ რუსეთის კიბერომა უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მხოლოდ გამწვავდა. ხშირად რუსეთი თავის კინეტიკურ დათხვემს კიბერკომპონენტსაც ურთავს და იყენებს მავნე პროგრამების, ფიშინგისა და ზოგადი დეზინფორმაციის კომბინაციას, რათა მიიღოს წვდომა სისტემებზე, რომლებიც რუსეთს საშუალებას აძლევს დაასუსტოს უკრაინის თავდაცვა დრონებისა და რაკეტების დარტყმებამდე. უკრაინას ყავს საკუთარი კიბერომის მებრძოლთა არმია, რომელიც ცდილობს რუსეთის ჰაკერებისგან დაცვას და ამავდროულად ახორციელებს საკუთარ კიბერშეტევებს. IT არმიის სახელით ცნობილი, უკრაინის ჰაკერები დეცენტრალიზებულად მოქმედებენ და დაუღალავად მუშაობენ, რათა რუსეთი შეაჩერო. მაგრამ ისინი საკმარისი არ არიან და ეს მხოლოდ 2026 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კიბერშეტევების სიხშირიდანაც ჩანს. New Sky-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კიბერდანაშაულის მონიტორინგის ცენტრების ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში უკრაინულ ობიექტებზე კიბერშეტევები 34%-ით გაიზარდა, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. შეტევების უმეტესობა მოდიოდა თავად რუსეთიდან ან მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც პუტინის ჰაკერებს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ. აქ ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი იყენებს სტრატეგიას, რომელიც მუშაობს. ახალი ზელანდიის უახლესი სანქციები მიზნად ისახავს წაართვას რუს კიბერდამნაშავეებს. ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ისინი იყენებენ, რაც თავის მხრივ უნდა შეამციროს კიბერშეტევნაშავების რაოდენობა, რომელთანაც უკრაინას უწევს გამკლავება. მაგრამ მხოლოდ უკრაინა არ არის ის, ვისაც რუსი ჰაკერების გამო უნდა ეშინოდეს. საქმე მართლაც სერიოზულდება, რადგან რუსეთი აფართოებს თავისი კიბერდანაშაულის მასშტაბებს და მოიცავს დასავლეთის დიდ ნაწილს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ The Military Shows. ამას კიდევ ბევრი მოხვება, ასე რომ თუ ჩვენი კონტენტი თქვენთვის ღირებულია, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. თუ 2014 წლის კიბერკამპანია უკრაინის წინააღმდეგ თესლის დათესვას გავდა, ეს თესლები 2026 წელს დამანგრეველ მცენარეებად იქცა. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვარაუდობდა, რომ უკრაინის ომი შეიძლება იყოს პირველი მასშტაბური კიბერწმირომი, რომელიც მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ჰაკერული და კიბერშეტევები ომში ახალი არაფერი ამბობს კოლეჯი, მაგრამ ის, რასაც უკრაინაში და დასავლეთის დიდ ნაწილში ვხედავთ, ბევრად უფრო კოორდინირებული კიბერკამპანიაა, ვიდრე აქამდე ყოფილა. პანიკიორებისთვის კიბერომის პოტენციური შედეგები მძიმეა. ენერგოსისტემების, საფინანსო ბაზრების ან სამხედრო კომუნიკაციების შეფერხებამ შეიძლება ქაოსი, ეკონომიკური კოლაფსი ან თუნდაც მასშტაბური მსხვერპლი გამოიწვიოს, ნათქვამია კოლეჯის ანგარიში. დამატებით, კიბერშეტევის სისწრაფე, ანონიმურობა და გლობალური მასშტაბი ზრდის შეშფოთებას, რადგან ეს ფაქტორები ართულებს თავდასხმების წყაროს დადგენას და დროულ რეაგირებას. რეაგირების სირთულე არის მთავარი პრობლემა. დასავლეთი ამას ისევე გძნობს, როგორც უკრაინა. ლონდონის King's College მიუთითებს, რომ რუსეთის კიბერკამპანია თავად დემოკრატიის საფუძველს უქმნის საფრთხეს. რუსეთის სახელმწიფო მხარდაჭერილი ჰაკერები ავრცელებენ დეზინფორმაციას დასავლეთში სოციალურ მედიისა და მსგავსი არხების მეშვეობით. ამავდროულად კი უშუალო თავდასხმებს ახორციელებენ იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც დასავლურ დემოკრატიას იცავენ. ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალისი ამბობს, რომ საინფორმაციო სივრცე გეოპოლიტიკურ ბრძოლის ველად იქცა და მასთან კამათი რთულია. 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა 505 ცალკეული შემთხვევა იმისა, რასაც King's College უცხოური ინფორმაციის манипуляციასა და ჩარევას, ანუ FIMI-ს უწოდებს. ეს FIMI შემთხვევები, რომლებიც თითქმის დღეში 1.4 ჯერ ხდებოდა, მიზანში იღებდა 322 ორგანიზაციას 90 ქვეყანაში. შეიცავდა 78,000 დეზინფორმაციული შინაარსის შექმნას და გამოიყენეს 38,000 არხი ან ანგარიში 25 სხვადასხვა პლატფორმაზე. FIMI მხოლოდ დეზინფორმაციის სივრცეს მოიცავს, თუმცა ეს რიცხვები სრულიად საკმარისია, რომ აჩვენოს რუსეთის კიბერდანაშაულისა და ჰიბრიდული ჰაკერული საქმიანობის მასშტაბები.
დასავლეთის, განსაკუთრებით კი ევროპის კავშირის წინააღმდეგ ჩრდილოვანი ომი მიმდინარეობს. კიბერდანაშაული მხოლოდ ერთი ნაწილია, ბევრად უფრო დიდი ტაქტიკების კრებულისა, რომელიც მოიცავს დივერსიებსა და საჰაერო სივრცის დიზდარღვევებს, და ეს ყველაფერი კეთდება უკრაინის ზიანისთვის. როგორ? რუსეთი იყენებს თავის კიბერტაქტიკებს იმ ქვეყნების დასასჯელად, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს. იმ იდეით, რომ მუდმივი დასჯის ნაკადი საბოლოოდ იმდენად მძიმე გახდება, რომ ამ ქვეყნებმა გადაწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა მეტ პრობლემას ქმნის ვიდრე სარგებელს. პუტინის იდეალურ სცენარში ის ქაოსი, რომელსაც მისი ჰაკერები ქმნიან, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ნება იმისთვის, რომ უკრაინის მოკავშირეებმა შეამცირონ მხარდაჭერა, რაც საბოლოოდ უკრაინას დაუცველს ტოვებს. მაგრამ ეს ასე არ ხდება და ახალმა ზელანდიამ ეს ახლახან დაამტკიცა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სანქციები თავისთავად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რუსეთის კიბერდანაშაულებთან ბრძოლაში, ის გზავნილი, რომელსაც ეს სანქციები აგზავნის, არანაკლებ მნიშვნელოვანია. ახალი ზელანდია პუტინს ეუბნება, მისკენ არც ერთი გასროლის გარეშე, რომ რუსეთს არ შეუძლია ქვეყანა მანიპულირებით აიძულოს, არ დაუჭიროს მხაუჭიროს მხარი უკრაინას. მხოლოდ ეს კი არა, ახალი ზელანდია უტევს იმ პლატფორმებსაც, რომლებიც რუსეთის კიბერდანაშაულებს შესაძლებელს ხდიან. ამ დანაშაულების მასშტაბი და მათი განხორციელების ხარჯი გაიზრდება, რაც პირდაპირ იცავს უკრაინას და ასევე ეხმარება უკრაინის მოკავშირეებს, რომ უკრაინისთვის ის მხარდაჭერა, რომლის შეჩერებასაც პუტინი ასე სასოწარკვეთილად ცდილობს, არ შეწყვეტეს. ეს ყველაფერი პუტინს ტკივილს მიაყენებს. მისი კიბერდანაშაულები ახალ პლატფორმებს ეძებენ, რომ ჰიბრიდული ომი გააგრძელა. მაგრამ პუტინისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ახალმა ზელანდიამ ასევე გამოიყენა თავისი სანქციები, რათა მიზანში ამოეღო გადახდის არხები, რომელსაც რუსეთი სანქციების თავიდან ასაცილებლად იყენებს. New Sky უთნება, რომ ახალმა ზელანდიამ შექმნა სანქციების მთელი ბლოკი, რომელიც პირდაპირ ერთ კომპანიას ესმის თავს, რომელიც რუსეთს გამოცემა იუწყება, რომ ამ ალტერნატივების იდეა არის რუსეთს მისცეს საშუალება ტრადიციული საბანკო სისტემის მიღმა მიიღოს გადახდები თავისი ექსპორტისთვის. ფული, რომელსაც რუსეთი ამ ალტერნატიული არხებით იღებს, საბოლოოდ პუტინის საომარი მანქანისკენ მიედინება და მისი მეშვეობით რუსეთი მესამე ქვეყნებიდან იძენს იარარისთვის საჭირო კომპონენტებს. ამ ქვეყნებზე უფრო დეტალურად რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ, მაგრამ აქ აშკარად ჩანს პირდაპირი კავშირი იმ გადახდის პლატფორმებს შორის, რომლებიც სამიზნედ არის ქცეული და იმ ტკივილს შორის, რომელსაც პუტინი უკრაინაში აყენებს. რუსეთი წლები ალტერნატიული გადახდის პლატფორმების თემას აჟღერებს, მას ამის გაკეთება მოუწია. დასავლეთის სანქციები რუსეთს უშლის ხელს მიიღოს ფული სანქცირებული საქონლის გაყიდვით, როდესაც როდესაც ეს ფული ტრადიციული საბანკო სისტემებით გადის. უკვე 2017 წელს რუსეთმა შეიმუშავა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა, ანუ SPFS, რომელიც თითქოს SWIFT-ის ალტერნატივად იყო განკუთვნილი. რეალურად ეს არის რუსეთზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელსაც AA-ის ანგარიშების მიხედვით 2023 წლისთვის 400 ფინანსური ინსტიტუტი იყენებდა. რუსეთმა ასევე შექმნა MIR-ის პლატფორმა, როგორც Visa-სა და Mastercard-ის ალტერნატივა და დიდი რესურსები ჩადო BRICS Bridge-ის ელექტრონული გადახდების პლატფორმის განვითარებაში. რუსეთისგან გზავნილი ყოველთვის ერთნაირია. საჭიროა მეტი არადოლარული და არაევრო ტრანზაქციები. რა თქმა უნდა ასია. პუტინმა იცის, რომ დასავლური ვალუტების გატყინვა ბევრად უფრო ადვადვილია, ვიდრე იმ ვალუტების, რომლებთანაც რუსეთს სურს მუშაობა. ვალუტის მიმართულებით რუსეთი ასევე ძლიერად ეყრდნობა კრიპტოვალუტას, მას შემდეგ რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. მოსკოვში მდებარეობს ფედერაციის კოშკი, რომელიც როგორც ფორენზიკული არქივი ამბობს, სოფლიოში ყველაზე განვითარებული სანქციების თავიდან აცილების ქსელის ბაზაა. არქივის თქმით, ამ ერთი კოშკის შინაარსმა რუსეთს 200 მილიარდი დოლარის ფინანსური მაშველი რგოლი შეუქმნა 2025 წლის ოქტომბრამდე. და ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ის მხარს უჭერს საეჭვო კრიპტო ტრანზაქციების უზარმაზარ ქსელს კონფიდენციალურობის მიქსერების საშუალებით. რუსეთი ფაქტობრივად რეცხავს თავის ბინძურ ფულს კრიპტოვალუტის გამოყენებით, რომლის კვალის დაფარვაც შესაძლებელია, რადგან ის ფიქტიური კომპანიების გავლით გადის და გამოიყენება ან თავად რუსეთის გადასახდელად, ან იმის შესაძენად, რაც რუსეთს სჭირდება მესამე ქვეყნებიდან. კრიპტოქსელების ეს ტიპების სანქციებს ფაქტობრივად უსარგებლოს ხდიდა. და სწორედ ამას ცდილობს ახალი ზელანდია, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პუტინს თავისი მასიური 25 პაკეტით. მთავარი პლატფორმის სანქცირებით ახალი ზელანდია ყველას, ვინც შეიძლება ამ პლატფორმას გამოიყენოს რუსეთისგან გადახდების მისაღებად ან გასაკეთებლად, აცნობებს, რომ სანქციების გვერდისავლას არ დაუშვებს. პუტინს ეს არ სჭირდება. მას არ უნდა რომ ვაიმემ შეუტიოს იმ მეთოდებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს გადახდებისთვის და გადახდების მისაღებად, რადგან მან უკვე შეიყვანა რუსეთი ეკონომიკურ შავხრელში. როიტერის ინფორმაციით რუსეთის ეკონომიკა 2026 წლის პირველ კვარტალში 0.3%-ით შემცირდა, რაც რუსეთისთვის პირველი შემცირებაა 2023 წლის შემდეგ. ეს მხოლოდ სიმპტომია ბევრად უფრო ფართო ეკონომიკური პრობლემებისა, რომლებიც გამოიწვია ცხოვრების გაძვირების კრიზისი და რუსული ბიზნესების დასუსტება, რადგან პუტინი რუსეთის ყველა რესურსს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში დევს. სხვა ქვეყნებმა აჩვენეს, რომ ახალი ზელანდიის მიდგომა მუშაობს. უკვე 2025 წელს კანადამ და ავსტრალიამ შექმნეს მსგავსი სანქციები, რომლებმაც მათ საშუალება მისცეს გაეყენათ 180 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები, იტყობინება Sky News. იმედია ახალ ზელანდიასაც შეეძლება მსგავსი შედეგის მიღწევა. ყოველ შემთხვევაში ეს კიდევ ერთი გზა მოჯრა, რომელსაც რუსეთი იყენებდა ფულის მისაღებად. რაც უფრო მეტი ასეთი გზა იკეტება, მით უარესია შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის. და ფულის გარეშე პუტინი ვერ უზრუნველყოფს იარაღსა და აღჭურვილობას, რაც მის ჯარისკაცებს ფრონტზე სჭირდებათ.
ბოლოს არიან სხვა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ახალი ზელანდია სანქციებს უწესებს. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ალტერნატიული გადახდის პლატფორმები, რომლებიც რუსეთმა შექმნა, რათა გადაიხადონ და მიიღონ გადახდები პუტინისა და მისი გარემოცვისგან. შესაძლებელია, რომ რუსეთს ასევე ჰყავდეს მესამე მხარის ჰაკერები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებენ. მაგრამ ყველაზე დიდ ზიანს ეს უკვე სანქცირებული მესამე ქვეყნის პირები და ორგანიზაციები იქმნიან, რომ ისინი პუტინს აძლევენ საშუალებას მხარი დაუჭიროს რუსეთის სამხედრო ძალას, მიაწოდონ მას ის კომპონენტები, რაც რუსეთს სჭირდება თავისი აღჭურვილობის შესაქმნელად. აი როგორ მუშაობს ეს. რუსეთს სჭირდება ბევრი მასალა და კომპონენტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ქმნის თავის რაკეტებსა და სხვა თანამედროვე საბრძოლო საშუალებებს. იშვიათი მიწიერი მინერალები, პროგრამული უზრუნველყოფა და მიკროჩიპები, ეს ყველაფერი აუცილებელია რუსეთის სამხედრო მანქანისთვის. ამიტომ ბუნებრივია, ეს ის პროდუქტებია, რომლებზეც სხვა ქვეყნები სანქციებს აწესებენ. როდესაც რუსეთს ამ მასალების პირდაპირ შეძენა არ შეუძლია, ის ხშირად მესამე ქვეყნებს ეყრდნობა, რომ მათ იყიდონ ეს მასალები და შემდეგ რუსეთს მიყიდო. მესამე ქვეყანა ყიდულობს ამ პროდუქტს თითქოს თავისთვის. შემდეგ ის რუსეთს ყიდის ამ პროდუქტს, ხშირად იმ მოტივაციით, რომ რუსეთი პროდუქტის საბაზრო ფასზე მეტს იხდის, რაც პუტინს სანქციების გვერდისავლით აძლევს საშუალებას. აქ უკვე მოქმედებაში ერთვება ის ალტერნატიული გადახდის პლატფორმები, რომლებიც უკვე ვახსენეთ. და არ იქნება გასაკვირი თუ გავიგებთ, რომ რუსეთის კიბერდამნაშავეებიც მონაწილეობენ ამ ტრანზაქციების ბუნების დაფარვაში. ყოველთვის თავად მესამე ქვეყნები არ არიან დამნაშავეები, გარდა იმისა, რომ შესაძლოა ძალიან ამარტივებენ ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის ასეთი ტრანზაქციების განხორციელებას. არ არის ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთის რთული მიწოდების ჯაჭვის ნაწილია, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი, რომლებიც ორივე მზად არიან პირდაპირ დაეხმარონ რუსეთს. მაგრამ საბოლოოდ ხდება ის, რომ მოგებაზე ორიენტირებული პირები მესამე ქვეყნებში, იქნებიან ეს ინდივიდები თუ მთელი კომპანიები, ყიდულობენ საქონელს სანქციების დამწესებელი ქვეყნებიდან. და შემდეგ მოგებით ყიდიან, რითაც უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობებად იქცევიან. ეს ყველაფერი ბუნდოვანია, განზრახასია მოწყობილი. აქ ჩართულია ფიქტიური კომპანიები, ჩრდილოვანი ფლოტის გემები და კრიპტოვალუტა. მაგრამ როგორც სხვა სანქციების 25-ე პაკეტში, ახალი ზელანდია ჭრის ამ ჭაობს და პირდაპირ წყაროს მიადგა. ის პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც სანქციები დაუწესდა, რუსეთის მესამე ქვეყნის სავაჭრო ქსელის ნაწილია. ახალი ზელანდია პირდაპირ ფინანსურად აზარალებს სანქცირებულ პირებს, რაც სწორედ მთავარი მიზანია. თუ რუსეთისთვის გაყიდვიდან მეტი ფულის შოვნა არის мотиваცია, სანქციებით იმაზე მეტი თანხის დარხის წართმევა, ვიდრე ისინი გამოიმუშავებენ, საკვებენ საკმარისი იქნება, რომ რუსეთის მესამე ქვეყნის ხელშემწყობები თამაშიდან გამოვიდნენ. ეს ყველაფერი რუსეთისთვის არხების დაბლოკვას ეხება. მხოლოდ კალმის ერთი მოსმით და საზოგადოებისთვის მოკლე განცხადების გაკეთებით, ახალმა ზელანდიამ დააზიანა რუსეთის კიბერდაყოფა, მისი ფინანსური ქსელი და ის რთული და ჩრდილოვანი მომარაგების ჯაჭვი, რომელიც მთელ მსოფლიოში აქვს შექმნილი. ვლადიმირ პუტინი ახლა სერიოზულად დაზარალდა და ახლა ალბათ ახალი ზელანდია ეძებს შემდეგ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც სანქციებს დაუწესებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიას ვლადიმირ პუტინის დასაზიანებლად ტყვიის გასროლაც კი არ დასჭირდა, სხვა ქვეყნები უკრაინას კიდევ უფრო პირდაპირ და სამხედრო დახმარებას უწევენ. შვედეთი ერთ-ერთი მათგანია. მან უკრაინას ოდინის ჯადოსნური შუბი გიუნგნირი მიაწოდა, რომელიც უკვე უკრაინაშია და რუსეთის ძალებს ანადგურებს. უყურეთ ჩვენს ვიდეოს, რათა გაიგოთ რა არის გიუნგნირი და რატო არის ის ასეთი მნიშვნელოვანი უკრაინისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი მასალა იმაზე, თუ როგორ ეხმარებიან უკრაინის მოკავშირეები პუტინის თავის ადგილზე დასმას. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.